ჩემი აზრით ესენი, ანუ ქართული რუსული ოცნება, გარდა იმისა, რომ არის FSB-ს წარმომადგენლობა საქართველოში, გარდა იმისა, რომ არის ძალა, რომელიც რუსეთის ინსტრუქციებით მოქმედებს, ესენი რეალურად ვერ არიან. აი, ფსიქოლოგიურად კი არა, ფსიქიკურად არიან შეშლილები. აი, გახსოვთ, თქვენ მაგალითად პრემიერად რომ მუშაობდა ის არაფრის მცოდნე კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, დაქაჩული თვალებით, რაღაცას სწრაფ-სწრაფად რომ ბუტბუტებდა ხოლმე, ხვდებოდი რომ ღარიბაშვილი ვერ იყო. გაწონასწორებული კაცი ვერ იყო. პოლიტიკოსი ხო ვერ იყო და ვერ არის და ვერ იყო და ვერ იქნება. მას არა მარტო ჩემი აზრით ფსიქოლოგიური, არამედ ფსიქიატრიული პრობლემებიც ჰქონდა, შეშლილი იყო. მაგრამ გამოხდა ხანი და ესე რომ ამბობენ ხოლმე ღარიბაშვილი მოგენატრებაო, ხო, ან ვინმე მოგენატრებაო. გამოხდა ხანი და ღარიბაშვილი ივანიშვილმა მოხსნა, რატომ მოხსნა, ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. რა არის მისი საფუძვლები, რეალური საფუძვლები და დანიშნა კაცი, რომელიც ღარიბაშვილთან შედარებით, ან ღარიბაშვილთან მიმართებით, ხო, გაცილებით შეშლილია. სწორედ ეს არის მიზეზი, ივანიშვილის ერთ-ერთი მიზეზი, ივანიშვილის მიერ ამ გადაწყვეტილებისა, რა ღარიბაშვილი ვერ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებს გობახიძე, მაგრამ ივანიშვილს შეგნებულად უნდოდა, ივანიშვილს FSB-ს კარნახით შეგნებულად უნდოდა დაენიშნა ისეთი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, რომელიც ღარიბაშვილზე ვერ იყო. მარტო მონა კი არ იყო ღარიბაშვილზე მეტად მონა, წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ მაინც. არამედ ღარიბაშვილზე მეტი და სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ღარიბაშვილი თუ ყობახიძე არის ერთი თვალსაჩინოება. ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპში მთლიანად კოლექტიურ ქართულ ოცნებაზე. აი, თეა წულუკიანიო წაგლეჯს მიკროფონს ჟურნალისტს სამეგრელოს რეგიონში მის სახეს დააკვირდით. თეა წულუკიანიძე ვერ არის. მთელი ხალხის ძალა ვითომ ოპოზიციაში წასული, ხო? ვერ არის, ვერ არიან, არა მარტო IQ არ აქვს, კულტურა არ აქვს, ცდილობა არ აქვს, არამედ შეშლილების კასტაა ესე ვილაპარაკოთ. აი, დიმიტრი სამხარაძე რო გამოდის ხოლმე პარლამენტში, გამოდის არა, რო იგინება ხოლმე, ესე სხვა მის დასტურია, რომ ტიპი არის შეშლილი და ივანიშვილი აბსოლუტურად შეგნებულად ჩვენ გვაკადრებს, ჩვენ გვინიშნავს, ჩვენ ლიდერებად თუ პოლიტიკოსებად თუ მართველი პარტიის წარმომადგენლებად ნიშნავს ტიპებს, რომლებიც შეშლილები არიან. და ივანიშვილი ამას სასაკუთრებულად აკეთებს აბსოლუტურად შეგნებულად. ამავდროულად ეხლა მე ამაზე კი ვლაპარაკობ, მაგრამ არ არის ჩემი ვიდეო ბლოგის მთავარი თემა ის, რომ ესენი არიან შეშლილები. არამედ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რატომ ხდება ასე, რატომ მოხდა ასე, რატომ ასე ერთიანად, რატომ მოიხარეს თავი ქართულ ოცნებაში, სწორედაც რომ შეშლილებმა, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ და აქ იძულებული კი არა, ვალდებული ვარ და ისევ ბიზინა რუსი ივანიშვილი, რომელიც ან თავად და უფრო რასაკვირველია რუსეთთან, FSB-სთან შეთანხმებით, მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილი ეძიებდა ამგვარ ტიპებს. მაგრამ თავად რუსეთიც მრავალი წლის განმავლობაში ეძებდა სწორედ ივანიშვილს. ბევრზე გააკეთა ფსონი, პატარკაციშვილზე, არა მხოლოდ პატარკაციშვილზე, გაჩეჩილაძეებზე, ქართულ მარშზე, ვასაძეზე, სხვებზე და სხვებზე, მაგრამ აი ივანიშვილი შეარჩია როგორც შეგნებულად შეშლილი პირი, რომელიც მორჩილია ყველაფერთან ერთად და მასაც ყავს პატარა მორჩილუკები. და ეს პატარა მორჩილუკები, ეს წულუკიანები, კობახიძეები, თითო სამხარაძეები, მდინარაძეები, სხვები და სხვები, მათ მართლა დააჯერა რუსეთმა, რომ ისინი რამეს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ პოლიტიკის განსაზღვრა, პოლიტიკის წარმოება, პოლიტიკა საერთოდ მართვა შეუძლიათ და ასე შემდეგ. ანუ ისინი ამ თვალსაჩინოებით შეშლილები ხო არიან ერთი, FSB-ს აგენტები ხო არიან პირდაპირ თუ ირიბად ორი, მაგრამ
არიან მართულები ამ თვალსაზრისით შეიძლება ზოგი მათგანი ნინო წილოსანი ფსბ-ს რომელიმე ხაზზე პირდაპირ კავშირზე არ არის, მაგრამ ის შეშლილი არის რა, შესაბამისად ავტომატურად არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ანუ ფსბ-ს წარმომადგენელი. ცხადია, კვლავ ვიმეორებ, რომ ივანიშვილი არის შეშლილთა შორის შეშლილი, რომელიც კვლავ ვიმეორებ აბსოლუტურად შეგნებულად არის საბოლოოდ შერჩეული ჩვენს ქვეყნის ლიდერად და ამასთან ბევრი რომ ამბობს რომ ეს ყველაფერი მოხდა 2012 წელსო მე მგონი რომ ივანიშვილზე როგორც ფსიქოტიპზე ივანიშვილზე როგორც ფსბ-ს აგენტზე წლების განმავლობაში მუშაობდა მანამდეც მუშაობდა რუსეთი ჩხიბავია ყველაფერთან ერთად ბაობაბებზე ჩაციკლული კაცია დელფინებზე ჩაციკლული რა ნიანგებზე თუ რა და ყველაფერთან ერთად ეს ივანიშვილი ამ საზოგადოებას ასაზრდოებს შეთქმულების მის მიერვე მოგონილი თეორიებით კონსპირაციებიც უყვართ მოგეხსენებათ და რაღაც ისეთ თეორიებს ყველაზე უფრო დაუჯერებელ თეორიებსაც ხშირად ანვითარებს ივანიშვილი საუკეთესო ვთქვათ ესეც ხო საუკეთესო ოსტატია არაორდინალური ქმედებებისა ყველაზე უფრო იმგვარი ქმედებებისა რომლებიც თითქოს და ნამდვილად არ ჯდება ლოგიკაში მაგალითად ხო ასევე უნდა ითქვას ივანიშვილი მეტად რისკიანი კაცია ჩემი შეფასებით კი თითქოს ის რაციონალურად მოქმედებს მაგრამ ამავდროულად ისეთ რაღაცეებს სწორედ მისი შეშლილობის გამო ისეთ რაღაცეებს გვაკადრებს ხოლმე რომლებიც ლოგიკაში არ ჯდება მაგალითად მის უმდიდრესობას აი კითხვა მაქვს ესეთი რატომ უნდა ეთქვა რომ ჩვენ ათქმევინას ხმებს რომ ჩვენ რწმენას გვართმევთ წარმოიდგინეთ მართლმადიდებლობას გვართმევს თურმე რაღაცა სამყარო კათოლიკურია დასავლური სამყარო რომელიც წლების და ათწლეულების განმავლობაში სწორედ ჩვენი ისტორიული ძეგლებით არის ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციით აღდგენით არის დაკავებული ჯვარში აი ჯვრის მონასტერში მცხეთაში ვინც არის ის შეერთებულმა შტატებმა გადაიხა აღდგენაში რეაბილიტაციაში გადაიხადა $9,000,000 ხა ეს ყველაზე ცუდი მაგალითიც არ არის ერთ-ერთი მაგალითია მაგრამ არა ყველაზე მასშტაბური ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერით ჩვენი ეკლესია მონასტრების მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული ნაწილი ჩვენ რეაბილიტირებული გვაქვს მაგრამ ივანიშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენზე ამბობს დასავლეთზე ამბობს ну დასავლეთი ჩვენ რწმენას გვართმევს ეს არ არის კარგი ან საუკეთესო მაგალითი სხვა მაგალითების დასახელებაც შეიძლება მაგალითად ივანიშვილმა დაგვაჯერა რომ და მოსახლეობის 30% მაინც დააჯერა იმაში რომ ჩვენ ომში ჩაგვითრევენ დიახ ერთი განცხადება მართლაც იყო უკრაინელი მაღალჩინოსნის აღონ სულ სხვა კონტექსტში თქმული ამას დაამხნო ივანიშვილმა ანუ ფსბ მთელი პროპაგანდა და ამის შედეგად მოსახლეობის 30%, 27%, 34% მართლაც ჯერა, გულწრფელად ჯერა, რომ ჩვენ ომში უკრაინა ან დასავლეთი გვითრევს. ხო, მაგალითად, რა მათქმევინა ივანიშვილს, რომ ჩვენ ინცესტს გვიგანონებენ, ან ქალი-ქალია, კაცი-კაცია, აი დასავლეთი კი ცდილობს, რომ კაც-ქალი დაუძახოს, ქალს-კაცი დაუძახოს, ეს ჩვენთანაც შემოიტანოს და ასე შემდეგ. რაღაც მესამე გენდერზე ლაპარაკობს თითქოს და ასე შემდეგ. ხალხო, ეს ყველაფერი არის შეშლილობის, მისი შეშლილობის ბრალი, ოღონდ ეს შეშლილობაც თავისთავად ხომ შეშლილია ივანიშვილი, მაგრამ აი ეს შეშლილი ამგვარი ფსიქოტიპი შეგნებულად შეარჩია რუსეთმა ფსბ-მ ჩვენს მართლად და აქ იგითხარით კიდეც 2012 წლამდეც დაიწყო ამ სპეცოპერაციის მომზადება, მოდი ესე ვიტყვი, 2012 წელს ეს ოპერაცია მომწიფდა და მომზადდა და სხვები რომ ვერ გაუმართლეს პატარკაცშვილმა სხვება და სხვება სწორედ ამ არქიმილიარდერ ივანიშვილს დაემხნო და დაეხდო რუსეთის ფსბ როგორც ყველაზე სანდოს იმიტომაც რომ ის შეშლილია და კიდევ უფრო მეტად გააშეშლილა რუსეთმა ივანიშვილი სხვა მაგალითი დავასახელოთ რატომ აი მაგალითად ივანიშვილი თუ შეშლილი არ არის და შეშლილია საკვირველი რატომ დაასახელა მან პრეზიდენტომ შემოგვტენა მან პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი არის ის რომ ყაველაშვილის არც IQ არ არის დამაკმაყოფილებელი არც კულტურა არც ზრდილობა არც ცოდნა არც პოლიტიკის ცოდნა განათლება უმაღლესი განათლებაც არ აქვს და შეშლილი ივანიშვილი რისკიანია მეთქი როცა ვამბობ იმიტომ არის რომ მას რატო ვამბობ ამას რომ მას ყველაფერი გასდის ის გვაკადრებს უკადრებელს ყველად ვიწროში
გაძრება ხოლმე თითქოს და ისეთ რაღაცეებს შემოგვტენით, არა, გვაკადრებს, სწორედ ეს იყო უნდა გავიმეორო, რომლებიც უკადრებელი ხო არის ერთის მხრივ და გაზდის რაც თავარია. დიახ, აი რუსული კანონი მას გაუვიდა, ვიყოთ ობიექტურები, ხო? მას აღარ უნდა ეკადრებინა, საკუთარივე პირობა არ უნდა დაერღვია, მაგრამ მას გაუვიდა ეს ყველაფერი და ყაველაშვილიც უნდა რომ გაუვიდეს და გაუვაკიდეს და ვიყოთ გულახდილნი 20-ეული იქნება, 100-ეული იქნება თუ 1000-ეული იქნება, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც სამწუხაროდ, აქვე უნდა თქვა, მიიღებენ ამ ცერემონია ინაუგურაციაში მონაწილეობას, ასაკურველი, რომელიც სპექტაკლის და ფარსის ნაწილია, ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ ყაველაშვილის პრეზიდენტად, მაგრამ თავად ხო აღიარებს და ოდესმე ყაველაშვილს ეს ფორმალისტურად მაინც დასაწერი ხო მაინც ექნება განცხადება პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ის რასაკვირველია არ არის. ივანიშვილი გვაკადრებს ყველაზე უფრო უკადრებელს, აი ცუდი სიტყვა კიბოდი შეცხადია, გვაკაკებს თავზე. მე უფრო მძიმე სიტყვა ცხადია შემეძლო. მე თქვა, რატომ? იმიტომ რომ ეხლა აქაც ესეთი რამეც უნდა თქვა, ბიზნეს დაგვცინის რასაკვირველია, მაგრამ ეს სწორი ლოზუნგია, რომელიც სლოგანია, რომელიც ამოვიტანეთ, მაგრამ იმიტომ რომ ჯერ ერთი გაზდის მეორე იმიტომ რომ Facebook-გან იღებს ამგვარ დავალებებს რომ ქართველებს რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ყოველთვის უნდა დასცინო დააკაკო თავზე და უნდა ამას არ აკარანაირი სიყვარული შვილებიც კი არ უყვარს მეთქი ესე უნდა თქვა ერთ-ერთ შულზე ვილაპარაკებ ოდნავ მოგვიანებით ცოლი არ უყვარს არაფერი რო ფულით შეიძლება არ უყვარს მას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ ვლება აკლტოლვა სიგიჟეებისთვის საკუთარ ძალაუფლებაზე აი ამით кайფობს ეს ივანიშვილი აქვე რომ თქვა ხო მან შეკვლავი მეორე ყაველაშვილი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ეს შესანიშნავად იცის მაგრამ სწორედ ყაველაშვილი და არა სუბარი მაგალითად იმავე ხალხის ძალიდან ყაველაშვილი და არა წულუკიანი ყაველაშვილი და არა ღარიბაშვილი ყაველაშვილი და არა კობახიძე თუნდაც ხო გვა იდენტობით პოლიტიკოსია კობახიძე ხო ვერ წაართვევ შეშლილი კი არის მაგრამ მაინც სწორედ ყაველაშვილი გვაკადრა მას უნდა რომ ჩვენ დაგვაკაკოს თავზე და ჩვენ რო წინააღმდეგობას ვუწევთ და ამაშიც რომ იმარჯვებს ხო ვიზინა ივანიშვილი ესეც ესე ამითაც кайფობს ამითაც საზრდოობს ამითაც იკვებება ამითაც ივსება ხო მას კვლავ ვიმეორებ საქართველოს არ უყვარს საკუთარი თავის არ უყვარს მეთქი ესე ვიტყვი არავინ არ უყვარს მას არ აქვს ემპათიის გრძნობა მას არ აქვს გაგების გრძნობა ის ავაზაკია პირდაპირი ნიშნულობით და ეს ფაქტია ეხლა ერთ სხვა რამეს გავიხსენებ როდის ვიხდი აი სისხლის მდინარეებია ხო ჩვენთან მდინარეები კარგი გადაჭარბებული სიტყვა მოკლედ ადამიანებს სცემდნენ საკუთარი სისხლის დალევას შესმას სთავაზობდნენ კატასტროფები ხდებოდა რუსთაველზე ხარება სხვების და სხვების ამ ბანდიტების ტიტუშკების მარტო ჟურნალისტებს რა უკნეს მათი წყალობით თუ მათი ბჭყალებში დამსახურებით ანუ ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ და ჩემი აზრით წინა კიდევ გვაქვს ძალიან მძიმე დღეები იმიტომ რომ ივანიშვილი რასაკვირველია გაამკაცრებს საკუთარ პოლიტიკას და ასე შემდეგ და აი სწორედ ამ დროს პარალელურად ბერა ივანიშვილმა ჩამოიყვანა ბრაზილიიდან თუ არ ვცდები პირას ფოტოგრაფი თუ მსახიობი თუ მოკლედ ცნობილი პირი რომელიც ფოტოებს უღებს ამ ივანიშვილს სიკათკათეში ამ ქათქათათავად ბერა ივანიშვილს უნებრივად ქათქათა ცხადია მე არანაირად არ ავცირებ მას და ვამცრობ მას რასაკვირველია ამგვარი ადამიანები არსებობენ ჯანმრთელები, სწორები, კარგები და ასე შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები ისეთი. ხო და აი ამ სიკათკათეში თოვლის გუნდაობა რაღაც არ ვიცი გოდერც უღებდიხილდორსნე იქ ხდება ეს გუნდაობა სუ თეთრია ყველაფერი ბერაც თეთრია მისი მეუღლეს თეთრად არის შემოსილი და ასე შემდეგ და ეს ფოტოგრაფის რომელიც თეთრიან ნახევრად თეთრიან ასე შემდეგ ნახევრად თეთრი შემოსით ლაპარაკობ ხას უსვამ ხო ისიც უღებს ფოტოებს და ასე რატომ აკეთებს არ შეეძლო ივანიშვილი ბერას რომ ეგუნდავა ცოლთან ერთად გოდერძის უღელტეხილზე დამოუკიდებლად სხვა შორის აქვე ვიტყვი რომ პოლიციის ათეულები იცავენ ბერა ივანიშვილს კერძო პირ ივანიშვილს იქ პოლიციის კორდონები აქვს რომ ვინმე მას შეაღწიოს იმ ტერიტორიაზე იქ სახლი ექნება სავარაუდოდ სასტუმრო ჟარვიცად და აქ აკეთებენ ამით არის დაკავებული
ხო რატო არ შეეძლო რომ ისე გუნდავა რომ ეს არ გამოეფინა სწორედ იმ დღეებში და იმ მომენტში როდესაც ესეთი მძიმე ვითარება არის ქვეყანაში მაგრამ არა ბერა ივანიშვილი რომელიც ისეთივე შეშლილია როგორც მამამისი რომელმაც გააშეშლილა ყველა კობახიძე ღარიბაშვილი კალაძე წულუკიანი ისინი შეშლილები იყვნენ ისედაც თითო სამხარაძე წულუკიანი ხმები და ხმები დინარაძე ხო ბერა ივანიშვილის აი ამ ჩვენი დაცინვის კამპანიაში ჩართო უკვე მე რამდენად ეკა ხვედელიძეს ამ დაცინვის კამპანიაშია ისინი გვაკაკებენ თავზე შეგნებულად აკეთებენ მერქი ამასაც ხაზგასმით ვამბობ აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყვი ხა ქართულ საზოგადოებას კი არ ვაკადრებ მაინც და მაინც მაგრამ გამობიძინებული არა მარტო ბიზნეს პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში არამედ გამობიძინებულების რომლებსაც რასაკვირველია საყბები ივანიშვილი თუ ჩამოეცლებათ ისინი განბიზინდებიან და შედარებით ნორმალურ მოქალაქეებად იქცევიან მაგრამ მეორე მხრივ ისინი არიან ყოველდღე ტელევიზორში ბაბუკა მდინარაძე გვაჩვენებს რამდენად შეშლილ რამდენად უკადრებელის კადრება შეიძლება ჩვენთვის და გასდის ეს ყველაფერი რაც თავარია ბიზინა ივანიშვილის ზურგს გრძნობს რა გასდის ბიზინა ივანიშვილის სუნთქვას გრძნობს და გასდის ბერა ივანიშვილსაც გასდის ეს უნდა მიხვიდე და ეს თოვლის გუნდა თეთრი უნდა შეაზილო სახეზე მაგრამ არც ძალა რო არა გვაქვს სამწუხაროდ ამის რომ შევგავახციოთ ამ კორდონებს შევახციოთ ბერა ივანიშვილს და უთხრათ ბიჭო ავად ხო არა ხარ ჩვენ აქ მართლა სისხლი იღრება რუსთაველის გამზირს და შენ აქ რას მეგუნდავები ის უფლებაც ასაკვირველია გაქვს ამის უნარი ჩვენ არ აგვაქვს ესეც ფაქტია ამიტომ რაღაც ლოგიკა იმის თაობაზე რომ ძალაც უნდა დაუპირისპირო ძალა რასაკვირველია ლოგიკურია მაგრამ ძალა და უპირისპირო შენი წრი უნდა გქონდეს ძალა და ჩვენი ძალა ჩვენ და სამწუხაროდ არ გვაქვს აი ახლა რა არის ჩვენი ძალა ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას ძალა ამ შეშლილების ჩვენ რო თავზე გვაკაკებენ ბოდიში რა მართლა ამ სიტყვისთვის მათ წინააღმდეგ ჩვენი ძალა რა არის და ეს არის სიმტკიცე ეს არის ურღვევობა და სიმტკიცე ეს არის მოუდრეკელობა ეს არის გაგება იმისა რომ ესენი ჩვენ დაგვცინიან და სცინიან ჩვენს წინაპრებს არ უყვარს ივანიშვილს არავინ არ უყვარს ხალხს და ილია ჭავჭავაძე შოთა რუსთაველი ვაჟა ფშაველა როგორ ეყვარება ხო ისინი დასცინიან პირველ რესპუბლიკას რატო იბრძოლა პირველმა რესპუბლიკამ 21 წელს საერთოდ რატო გამოაცხადა დამოუკიდებლობა ვინც ის ამ იქნებ ამასაც ამბობენ ისინი შიგნეულად პირველ რესპუბლიკამდე 1907 წლის ამბავს ბერბიჭაშვილისა პატარა იმერელი ბიჭის მიერ და ბერბიჭაშვილის მიერ და სხვა იმერლიშვილის და ბერბიჭაშვილის მიერ ილიას კვლელობის ამბავს შიგნეულად ამართლებს უშუალოდ ივანიშვილი უბრალოდ ვერ ხდება რატომ იბრძოდა თავისუფლებისათვის და ქვეყნისათვის დიდი ილია ჭავჭავაძე რა ილია მართალია ეკლესიასაც აკრიტიკებს ამათქის მართალი რა მართალი ასე ფიქრობს უთუოდ იმიტომ რომ მან იცის ერთი რამ რომ უნდა დააკაქო თავზე ყველას ვინც შენზე ნაკლებია და ჩვენ ნაკლები ვართ იმიტომ რომ ნაკლები ფული გვაქვს და არა გვაქვს ფული მასთან შედარებით იმიტომ რომ მან მას ასე მიაჩნია რომ ეს სააკაშვილი ვერ მოიცილა ვერავინ და მას როცა მოიყვანა ფეისბემ ივანიშვილი სწორედ მან მოიცილა და აქედან გამომდინარე ყველაზე მაგარია და ის არა თუ ქართველი ხალხის არამედ მსოფლიოს წინააღმდეგაც კი მის ეხლა კვლავ უბრუნდები იმ სიტყვას რა არის ჩვენი ძალა მის წინააღმდეგ ვინმე იტყვის რომ ეს არის უხეში ძალა ან ვავიღოთ ჯოხებიო წამოსცდა ერთ პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილს და არასწორია ეს რასაკვირველია ჩემი ღრმარწმენით იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ჯოხების აღების თავი უნარი ჩვენ არ აგვაქვს და მეორე არის ჩვენი ეს ერთმა ჩემმა მეგობარმა დაწერა და ალბათ სწორიც არის სხვებსაც დაუწერიათ ეს არის განდისეული გზა ერთგვარად განდისეული გზა ანუ მშვიდობიანი დაპირისპირებისა რომელსაც ძალიან რთული იქნება მაგრამ ამ თუ ჩვენ ვიქნებით მტკიცენი მოუდრეკელნი შეუდრეკელნი და რწმუნებულები საკუთარ თავში თუ ჩვენ კარგად მივხვდებით რომ სისხლში როცა გვაბანავებენ ჩვენ სწორედ მაშინ ბერა ივანიშვილი სიკათქათეში თოლში სპეციალურად და ხასკასპით ვამბობ სპეციალურად წერს ამ ვიდეოს რომ დაგვაკაკოს თავზე ივანიშვილმა ბერამ ამჯერად ხო და ამით გავბრაზდებით შეურაცხყოფილნი ვიქნებით მას უპასუხებთ ღირსეულად და არა უღირსად ფიცლის თუ ჯოხის თავში ჩარტყმით
ხო თუ ასე ვიქნებით ივანიშვილი აი ამ თავის ბუდუიზმ, შამანიზმ, ბაობაბიზმ, რაღაც კატის ღვიძლის ხარშვიზმ და რაღაცეები ეს ყველაფერი მასზე არ უნდა ჩნდეს ეხლა, მაგრამ თეორიულად თუ ჩნის ეს ყველაფერი აღარ გაჭრის ის რომელიღაც ეტაპზე ამ სიმტკიცესთან დამარცხდება. ამ სიმტკიცესთან მოდრკება. ივანიშვილი ღირსეული შვილია, გამაგრძელებელია ლოკალურ დონეზე პუტინისა, რომელიც ამბობს, რომ რუსულად არ ვიტყვი, მოდი არეშნიკი გამოვცადოთ ეხლა კიევის თავზე, შეშლილობაა, ხო? ეს ფაქტია, შეშლილობაა. არეშნიკი გამოვცადოთ ეხლა კიევში ჩამოვაგდოთ და აი თქვენ კი თქვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჩართეთ და აბა ვინ ვის? ან მეორე უარეს ამბობს, რომ ვაინაგე ომი ეს არის დვიჟუხა, ანუ მოძრაობა. და მილიონი კაცი დაიღუპა, რუსიც უამრავი დაიღუპა, მილიონიდან კაცილებით მეტი ვიდრე უკრაინელი. დაიღუპა, წყობიდან გამოვიდა, გაუბედურდა და ასე შემდეგ, მაგრამ იმიტომ რომ დვიჟუხა იყოს, მოძრაობა იყოს, ეს შეშლილი პუტინის შლეგი, პუტინი ავადმყოფი პუტინი, ამას ამბობს და აგრძელებს ამ ომს. ივანიშვილი პუტინის მინი მოდელია კავკასიის და რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში. და რა დაამარცხებს არ ვიცი პუტინს რა? პუტინს ალბათ ტყვია. მაგრამ ივანიშვილს რა დაამარცხებს და ჩვენი სიმტკიცე. ჩვენი სიმტკიცე მუდმივად და ეს დაუღალავობა, მივდივარ აქციაზე, მოვდივარ. ლოკალურ დონეზე, Facebook-ის სტატუსის დონეზე ეწინააღმდეგები მას და ასე შემდეგ და ეს გამობიძინებულებს რა ეშველებათ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. კალაძეების და ზულუკიანების დონეზე. რა ეშველებად გამობიძინებულებს რიგითი მეოცნებების, ანუ ამ მეოცნების ამომრჩევლის დონეზე, ესეც არ ვიცი, იმიტომ რომ ისინი უნებო ადამიანები არიან, ფაქტია, ხო, რომელსაც კრიტიკული აზროვნება არ აქვს, IQ, კულტურა, ასამბობს ხოლმე შეშლილობა, რაღაცეები არაფერი არ აქვს. მაგრამ ალბათ უფრო მეტნი ვიქნებით შედეგად და აი ეს ვუდუის რაღაც კატის ჭრიებაობის ღვიძლების რაღაცა შეშლილობა თავზე დაკაკების პოლიტიკა ჩვენზე ალბათ აღარ გაჭრის. ეს უნდა გავიგოთ. დიახ, შეშლილი შეგვირჩია FSB-მ, შეგნებულად შეგვირჩია, ისედაც შეშლილი, კიდე უფრო შეაშეშლილ, გააშეშლილა და ეს შეშლილი ჩვენ თავზე არაპირდაპირ მნიშვნელობით ცხადია, ხო? ისაქმებს. ოდესმე როცა მისი სასახლეები გაიხსნება ჭორბილაში, ზღვისპირეთში, თბილისში, კიდე სადღაც და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ვნახავთ, იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რამდენად გავხსნით მის ბიბლიოთეკებს, ხო? და იქ ნახავთ აი ამ შეთქმულებით შეშლილურ ლიტერატურას, რომელიც ბუნებრივი არსებობს სამყაროში, მაგრამ ის იკვებება, საზრდოობს ამით. ხო და ივანიშვილი და მაშინ უკვე როცა ეს მოხდება, ხო? აი ეს გამობიძინებული რიგითი მოქალაქეები თავში ხელს ამოირთყავენ და იტყვიან თურმების უჭერდით, მხარს მომრავლესობა იტყვის, ეხლა ზოგი არც იტყვის და კალაძე ალბათ ჩაყვება თუ მდინარაძე მას პოლიტიკურ საფლავში. ეს იყო სწორი აზროვნება, არ შეგეშინდეთ მეგობრებო, შეშლილები ამთავრებენ ძალიან ცუდად. აქ არაორდინალურ მოქალაქეებზე არ ვლაპარაკობ, ესეთი ბევრია. შეშლილები, რომლებიც ჭკუიდან გადასულები არიან და არაფერი არ უყვართ, ამთავრებენ ძალიან მძიმედ. და სიკეთე ბოროტებას ადრე თუ გვიან ყოველთვის სძლებს.